ამბავი ბოკვერ პაკოზე. ერთ უღრან ტყეში მშობლებთან ერთად ბოკვერი პაკო ცხოვრობდა. ის ძალიან მხიარული და აქტიური იყო. პაკოს სასკოლო ასაკი შეუსრულდა თუ არა, მშობლებმა ტყის სკოლაში მიაბარეს. პაკოს სკოლა ძალიან მოეწონა. ძალიან უნდოდა, რომ მთელ კლასს გაეგო, თუ როგორი ყოჩაღი და საზრიანია. თან მასწავლებელს ბატონ ჟირაფსაც ხშირად შეექო. პაკო ძალიან სწრაფად ასრულებდა დავალებებს და ძალიან უნდოდა, რომ პირველს ეპასუხა. ამიტომ ამოხსნიდა თუ არა ამოცანას, მაშინვე წამოიყვირებდა ხოლმე პასუხს. მაგრამ მასწავლებელი ჟირაფი ამით უკმაყოფილო იყო. იგი პაკოსგან მოითხოვდა, რომ წამოყვირების ნაცვლად ხელი აეწია. პაკოს კი ძალიან ეშინოდა, რომ მას ვინმე დაასწრებდა პასუხს და მასწავლებელი ვერ გაიგებდა, როგორი ჭკვიანი და მონდომებული იყო. ბატონი ჟირაფი ამის გამო ისევ შენიშვნას აძლევდა. არც თანაკლასელებს მოსწონდათ პაკოს საქციელი. ამ ამბების გამო გაბრაზებული პაკო სკოლიდან სახლისკენ მიმავალ ბილიკს მიუყვებოდა. გზად მაშო შეხვდა, პატარა ფოცხვერი. მაშოს პაკოს დანახვა ძალიან გაუხარდა და სთხოვა მასთან ერთად ეთამაშა. იქვე ხეზე კალათბურთის ფარი იყო დამაგრებული. მაშომ შესთავაზა, რიგრიგობით ესროლათ ბურთი ფარისკენ. დაიწყეს თამაში. მაშომ რამდენჯერმე ბურთის ჩაგდება ვერ მოახერხა. სულ სწრაფი პაკო ამაზეც გაბრაზდა და ისევ დაიწყო ჩხუბი. გაიწიე, არ იცი შენ თამაში. მაგრამ ახლა ხომ ჩემი ჯერია, უთხრა მაშომ. არ გამოგდის და რა ვქნა? მაინც ვერ ჩააგდებ. მე კი ნახე რა კარგად გამომდის? მაშომ ცოტა ხანს უყურა, თუ როგორ თამაშობდა პაკო. შემდეგ კი მობეზრდა და სახლში წავიდა. პაკოსაც არ მოეწონა მაშოს წასვლა. ნახე როგორია? ეწყინა, გაიფიქრა თავისთვის. ამ ფიქრებში გართულმა მორს ფეხი წამოჰკრა და დავარდა. ტკივილისგან მწარე დატირდა. რა ცუდი დღე მაქვს. დღეს მასწავლებელმა ბატონმა ჟირაფმა შენიშვნა მომცა, მაშო არ მეთამაშა. იმდენი იტირა, რომ როდესაც ტირილი მობეზრდა და ცისკენ აიხედა, ნახა, რომ დაღამებულიყო. ვაიმე, დედას გული გაუსკდება, დაიყვირა პაკომ და სახლისკენ მოკურცხლა. გზაში გაახსენდა კლასელები, რომელთაც პასუხის გაცემა არ აცალა. მაშო, რომელიც არ ათამაშა, დედიკო, რომელიც ანერვიულა. სახლში რომ მივალ, პირობას ვიძლევი ყველაფერს გამოვასწორებ. სახლში მიირბინა თუ არა, დედიკოს ჩაეხუტა და უთხრა, დე, ბოდიში რომ განერვიულე. დედა ძალიან განერვიულებული იყო, მაგრამ პაკოს დანახვა ისე გაუხარდა, რომ აღარ დატუქსა. მოეფერა და გემრიელი ვახშმით გაუმასპინძლდა. დილით პაკო სკოლაში წავიდა. დავალება პირველმა ამოხსნა, მაგრამ კი არ წამოიყვირა, ხელი ასწია. მასწავლებელ ჟირაფს ეს ამბავი ძალიან ესიამოვნა. პაკო გაიძახა, გამოკითხა და დიდი წითელი ვარსკვლავი დაუწერა. შესვენებაზე პაკო მაშოსთან მივიდა და ბოდიში მოუხადა, ხოლო შემდეგ კალათში ბურთის ჩაგდებაც ასწავლა. მეორე დღეს პაკოს დაბადების დღე იყო. მასთან მთელი კლასი მივიდა მისალოცად, მათ შორის მაშოც. ძალიან კარგად ითამაშეს. პაკო მიხვდა, რომ ასეთი კარგი დრო არასოდეს უტარებია. თამაშისგან დაღლილი პაკო ძილის წინ ფიქრობდა, რომ ძალიან კარგია, როდესაც ზრუნავენ შენზე. მაგრამ ასევე სასიამოვნო ყოფილა, როდესაც შენ ზრუნავ სხვებზე.